გამარჯობა მეგობრებო, დღეს გვექნება საუბარი ჰენრი მარეიზე, რომელიც არის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ფსიქოლოგი. მოღვაწეობდა 2000-იან წლებშიც რაღაც გარკვეულ ნაშრომებს ქმნიდა, თუმცა დღემდე აქტუალობას არ კარგავს მისი, ასე ვთქვათ, შემოქმედება ფსიქოლოგიაში. ჰენრი მარეი გამოირჩევა იმით, რომ ის ყურადღებას ამახვილებდა ადამიანის ფანტაზიებზე, იმაზე თუ საით მიდის ჩვენი სურვილები, ჩვენი ოცნებები, ჩვენი ფიქრები, ჩვენი მთავარი საფიქრალები. ამაზე ყურადღების გამახვილება ნიშნავს იმას, რომ ის ერთდროულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც ჩვენს ცნობიერს, ისე ჩვენს არაცნობიერს. ის იყო მეტნაკლებად შეიძლება მივიჩნიოთ ფროიდიანელად გარკვეულწილად, იმიტომ რომ მის თეორიებში ძალიან დიდ როლს თამაშობს არაცნობიერის ფაქტორი, თუმცა რეალურად ის აღიარებდა, ვერბალურად ამბობდა, რომ ცნობიერიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც არაცნობიერი და ამით განსხვავდება ის მაგალითად ჰუმანისტი ფსიქოლოგებისგან, რომლებიც ან გეშტალტ ფსიქოლოგებისგან, რომლებიც ერთად აწმყოზე ფოკუსირდებიან იმაზე თუ რა არის დღეს ჩემი მთავარი საფიქრალი და ასე შემდეგ. ჰენრი მარეიმ საფუძველი დაუდო პერსონოლოგიის შექმნას. ეს არის მიმდინარეობა, რომელიც ადამიანს შეისწავლის ჰოლისტურად, ანუ მთლიანად, არა მაგალითად მის რაღაც კონკრეტულ ჩვევებს, არამის რაღაც კონკრეტულ ჩვევებს, ან მაგალითად არაცნობიერს, ან მაგალითად მხოლოდ ყურადღებას ამახვილებს, არ ვიცი, რაღაც ფსიქოპათოლოგიებზე, არამედ ადამიანს როგორც ერთ მთლიანს. მისი მთავარი მიდგომა იყო ასეთი, რომ ადამიანი არის მისი გამოცდილებების ნაკრები. რას ნიშნავს ეს, რომ ადამიანი იბადება, ყველა ადამიანი იბადება ერთმანეთის მსგავსი, თუმცა იმის მიხედვით თუ მას რა ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს, B როგორ არჩევას აკეთებს ის საკუთარი ცხოვრების გზაზე და G უშუალოდ რა გარემო ფაქტორები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პრესები შეხვდება მას გარე სამყაროში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია, ადამიანი გავს ყველა სხვა ადამიანს, ზოგიერთ სხვა ადამიანს და არც ერთ სხვა ადამიანს. აქ ნიტევს მთელ ფილოსოფიურ, ფსიქოლოგიურ სიბრძნეს, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ჩვენი ბიოლოგიური საფუძვლიდან გამომდინარე, იქიდან თუ ჩვენი გონება როგორ მუშაობს, იქიდან გამომდინარე თუ რა ხდის ადამიანს ადამიანად, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი ერთმანეთის მსგავსია. მეც ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. B ადამიანი გავს ზოგიერთ სხვა ადამიანს, ანუ ჩვენ ადამიანები ჯგუფების მიხედვით გავართ ერთმანეთს, ხო? მაგალითად კულტურული მახასიათებლებით, მაგალითად ყველა ქართველი გარკვეულწილად გავს ერთმანეთს, ან მაგალითად ქალები უფრო მეტად გვანან ერთმანეთს ვიდრე მამაკაცები, ხო, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, ან მაგალითად ყველა არ ვიცი, ბიპოლარული აშლობის მქონე ადამიანი გავს ერთმანეთს შედარებით რაღაც სხვა აშლობის მქონე ადამიანთან შედარებით, სტატისტიკური მონაცემებით, როცა მხოლოდ ერთ ფაქტორზე ვამახვილებთ ყურადღებას და არც ერთ სხვა ადამიანს, ვინაიდან ყველა ადამიანი არის უნიკალური. ჰენრი მარეი ასევე ყურადღებას ამახვილებდა პიროვნების და გარემოს ურთიერთქმედებაზე. ანუ აქ ძალიან ემსგავსება მისი თეორია დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიას. ანუ განწყობა რა არის, ხო, რომ გავამარტივოთ დიმიტრი უზნაძის განწყობა. ჩემი მოთხოვნილებები მაქვს რაღაც მოთხოვნილება, რაღაც სურვილი, რაღაც მისწრაფება, გარემოს ვადევნებ თვალს, რა ხდება გარემოში, როგორ შემიძლია რომ ჩემი მოთხოვნილება დავიკმაყოფილო და ამის საფუძველზე გამომაქვს ქცევა. შემდეგში, როცა იგივე სიტუაციაში იგივე მოთხოვნილება გამიჩნდება, უკვე მარტივად ამოვა ჩემი ეგრეთ წოდებული განწყობა. აქაც მარეი ამაზე საუბრობდა მოთხოვნილებაზე და პრესებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანის არჩევანს დიდწილად განაპირობებს მისი იმ გარემოში მოხვედრა, რა გარემოშიც ის იყო და შესაბამისად თუ გარკვეულ ქცევით პათოლოგიებთან გვექნება საქმე, ცოტა უკან უნდა გადმოვახვიოთ რაღაცები, რა გარემოში ასე ვთქვათ განუახორციელა ეს ქცევა, რომელიც მერე ჩემი პიროვნების ნაწილად იქცა. და ბოლოს ძალიან საინტერესო საკითხი, რაზეც ჰენრი მარეი ყურადღებას ამახვილებდა, ეს არის ტატი, ანუ თემატური აპერცეფციის ტესტი, ის არის ავტორი ამ თემატური აპერცეფციის ტესტის, ანუ ტატის, ნატალია მორგანთან ერთად, რომელიც არის
ჩვეულებრივ ქალბატონი იყო, იდეაში მისგან წამოვიდა აი სტატის იდეა, მას ყავდა მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ჰქონდა სიცხე და მას უკითხავდა რაღაც ზღაპრებს და შეამჩნია რომ ის ბავშვი რაღაც თვითონ აი ამ სიცხეიან მდგომარეობაში ყვებოდა რაღაც ამბებსაც და თან რაღაც გარკვეულ აქმებს ამყარებდა. მათ შექმნეს ბუნდოვანი ნახატების არაერთი სერია, რომელზეც ადამიანს უნდა მოიყოლა გარკვეული ისტორიები, უნდა აღეწერა რა ხედავდა იმ ბუნდოვან სურათზე, რა მოხდა მანამდე, რა ამბავი ტრიალებს, რა მოხდება მომავალში და სწორედ აი აქ იკვეთება ადამიანის რეალური აღქმები, ხო? ერთი და იგივე ხეს ყველა ადამიანი ხედავს განსხვავებულად. აქ საუბარი არ არის ოპტიკურ აღქმაზე, ხო? ანუ ხე ისეთია, როგორც არის ობიექტურ რეალობაში, მაგრამ ყველა ადამიანი განსხვავებულად ხედავს იმდენად რამდენადაც ჩვენი რამდენად კარგად გვაქვს, ხო? აღქმის უშუალოდ ობიექტური გარემოს აღქმის უნარი, ხო? მხედველობითი უნარები თუნდაც. მეორე ვთქვათ, ეს ხე რას გვახსენებს. მესამე იმ გარემოში ჩვენ რამდენად კომფორტულად გვგრძნობთ თავს და აი რამდენად სულად გრძნობთ თუნდაც მაგალითად პირობითად იმ ხის გარშემო ეს ძალიან საინტერესო ზოგადად აპერცეფციის ტესტები ნიშნავს ამას ანუ აღქმითი ტესტები ხო მე რას ვხედავ მე რა ინტერპრეტირებას ვუკეთებ გარემოს აი ესეა მაგალითად როშახის ტესტი და სხვა ძალიან საინტერესოა ჰენრი მარიეს თეორიები იქიდან გამომდინარე რომ ანუ ის ზოგადად ამერიკელი ფსიქოლოგი იყო და იმ დროს ამერიკულ ფსიქოლოგიაში წამყვანი იყო ბიჰევიორალური მიდგომები ანუ ბიჰევიორალურ მიდგომებში რა არის მთავარი ხო ქცევა რომლის დაკვირვებაც შემიძლია ბიჰევიორისტებმა ყუჩი ჩადეს საერთოდ ფსიქიკური პროცესები შავ ყუჩი ჩადეს და გადაწყვიტეს რომ იმას რასაც ჩვენ ვერ ხედავთ იმას არ უნდა ვსწავლო არ უნდა დავკარგოთ დრო და რაც რეალურად ხელმისაწვდომია და რაც ხელშესახებია იმის განმტკიცებაზე და იმის შესწავლაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ეს არის ცოტა ისეთი რაღაც რომანტიკულ დრამატული თეორია ჰენრი მარეისთან და ვფიქრობ რომ ნებისმიერი ადამიანისთვის რომელიც იქნება ეს ფსიქოლოგი არაფსიქოლოგი ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო საკითხებია რომელზეც შეიძლება ჩაღრმავება და საკმაოდ ისეთი საინტერესო პროცესების გაშლა